საჯარო სკოლა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსწავლებს ეკრძალებათ ტოპი მაისურითა და დახეული სამოსით სიარული, პირსინგის გაკეთება, თმების შეღებვა, მაკიაჟისა და ფერადი ლაკის წასმა. ამ წესებს გურჯაანის მესამე საჯარო სკოლის შინაგანა წესი ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოსწავლებს ეკრძალებათ გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება. შინაგანა წესი ეს არის ყველა სკოლისთვის მოთხოვნები ერთი და იგივეა, მაგრამ სკოლას აქვს უფლება, რომ დამატებით ის მოთხოვნები გავაჟღეროთ, რაც ცალკე სკოლა ეთხოვს კიდე. შინაგანა წესში ცვლილება არ შეგვიტანია, მაგრამ შიდა ბრძანებით, დირექტორის ბრძანებით ჩვენ ბავშვებს, ესე იგი, ჩავთვალეთ, რომ ბავშვებს აეგზალათ სკოლაში დახეული ჯინსებით სიარული, ტოპებით სიარული, მოკლე შორტებით სიარული და ახალ გოგოებს გრძელი ფრჩხილებით, იმიტომ რომ რაღაცა მაინც უსაფრთხოდ იმხელა ფრჩხილები აქვს, შეიძლება დააზიანონ ერთმანეთი. სანამ ჩვენ ამ ცვლილებას მივიღებდით და პლუს გაკვეთილზე ტელეფონის ქონა ბავშვებსაც აეკრძალათ. ჩვენ ეს თავისთავად შევთავაზეთ მშობლებს. ეს საკითხი მშობელთა კრებებზე განვიხილეთ და ბოლოს თავისთავად შევთანხმდით სამეორო საბჭოს. სანამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მერე უკვე გამოვუშვით, ესე იგი დავწერეთ ეს ბრძანება. ეს ბრძანება ასევე გააცნეს მშობლებს, გამოვაკარით კლასებში და ბავშვებმა იციან ეს და ცდილობენ, რომ მეტნაკლებად, ესე იგი, იყვნენ ამ წესებს.